რაც შეეხება ფრაზას, რომელიც მოვისმინე, რომ თითქოს ევროპასთან დაახლოება ჩვენ მოგვიტანს იმას, რომ ჩვენი შვილები იქნებიან ოფიციანტები, მხოლოდ მე მინდა მივმართო, ესე იგი, აი ქართველებს, საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვისაც ეშინია აი ამ სიახლოვის ამის გამო. მე მინდა ჩემი შვილები იყვნენ ოფიციანტები, მე მინდა რომ ჩემი შვილები იყვნენ იმ პროფესიის ადამიანები, მაგალითად, რომელსაც ისინი აირჩევენ და რომლებშიც იქნებიან პროფესიონალები. მე მინდა რომ ჩემმა შვილებმა და ყველა შვილებმა საქართველოში იცოდნენ, რომ არ არსებობს სამარცხვინო პროფესია და პირიქით, სიამოვნებაში პირიქით ევროპის ეშინია მას, ვისაც ეშინია კონკურენციის, ვისაც ეზარება სწავლა და არ უნდა შრომა. ამ ხალხს, თორე ვისაც არ ეშინია კონკურენციის და იცის და წაკითხული აქვს ბაჩანაბრეგვაზე და იცის რას ნიშნავს ევროპული ცივილიზაცია, ის იცის, რომ ჩვენი ადგილი, ჩვენი ისტორიული სახლი არის სწორედ იქ, საიდანაც გამოგვაძევეს სხვადასხვა იმპერიებმა არ მოგვცეს საშუალება ბევრი საუკუნის მანძილზე რომ დავბრუნებოდი და ეხლა როგორც იქნა დგება ის დრო, რომ უკან ბრუნდებით, დაგვიანებით, მაგრამ ისევ ჩვენ საკუთარ სახლში. ამიტომ ეს შიშები არის სუფუჭი და პარადოქსია, ბაჩანაბრეგვაზე, რომელზეც ვლაპარაკობდით, რომ უბრალოდ მართლაც კადრი არ არის, აი ეს ადამიანი რომ უბრალოდ მაყურებელს ვაჩვენოთ და სხვა ბაჩანაბრეგვაძის და მართლაც სრულად მასშტაბურ ინტელექტუალურ მოვლენას, რომელიც მართლა მთელი ცხოვრების განმავლობაში საგანმანათლებლო იმპულსები შემოჰქონდა, იმის ხმა ესე მკაფიოდ არისმოდა და არისთვის და ვიღაცა მართლა ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიგინდარები და პროვოკატორები, რომლებიც ხელოვნურად აღიზიანებენ საზოგადოებას და განათლებაზე ლაპარაკობენ, სრულიად დემაგოგიურად და სრულიად არასამართლიანად ესენი და ზედაპირულად გვასწავლიან ჭკუას და ასწავლიან საქართველოს რეალურად ისტორიას და საქართველოს რეალურ ინსტინქტს, რომ თურმე ეს ინსტინქტი, რომელიც მოძრაობა მიდის ევროპისაკენ, ეს ინსტინქტი თურმე უნდა გადაკეთდეს და რაღაცა გაუგებარი მეთოდოლოგია რაღაცა შემოგვაჩეჩო, რომ თითქოს და მართლაც ევროპა არის დანაშაულისა და ცოდვების ბუდე და რაღაცა სხვაგან არის ალტერნატივა. ეს სხვაგან სინამდვილეში ვიცით, საიდანაც მოდის ეს იმპულსები ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. ეს არის ჩვეულებრივი საბჭოური პროპაგანდის რეფლექსია და გაგრძელება. და რაღაცა ეს მართლაც კრემლის რაღაცაერი სკოლები. ამაზე ლაპარაკს არ ვაპირებთ, მაგრამ ამდენად სიტყვა მოიტანა, განსაკუთრებით ესე იგი მოარული გახდა იმასთან დაკავშირებით დისკურსი, რომ თითქოს ევროკავშირი ეს არის იძულება, რომ საქართველოში დაკანონდეს მაგალითად ერთსქესიანთა ქორწინება. ეს არის საშინელი პროვოკაცია და საშინელი ტყუილი. ვინ არ აიძულებს საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს მოქალაქეებს, რომ ესე იგი დააკანონონ ერთსქესიანთა ქორწინება. ასეთი რამე არ არსებობს. ეს არის რუსული პროპაგანდა პირდაპირ და რაც მოახლოვდება არჩევნებს, ალბათ ეს პროპაგანდა კიდევ უფრო გაიზრდება. იგონებენ რაღაც ინტერესულებს დათო ბეჭდების პუბლიკაციებს, რომელიც სხვადასხვა ხალხს მიაწერენ. და ასე თქვა გააგზიანო ხალხი, ეს არის სრულად პროვოკაციის დაგაბრალეთ, თვითონ შეხარ ამის მომხრე გასაგებია, მაგრამ სხვაშორის საპატრიარქომ ამ შემთხვევაში ძალიან პოზიტიური ნაბიჯი გადადგა და კომენტარი გააკეთა, რომ ასეთი რამე ევროკავშირიდან არ ხდება. ამიტომ ჩვენ ვინც არ დაგვიჯერებს, მაგრამ საპატრიარქომ მაინც ისეთ კაცზე გააკეთა კომენტარი, ვინც თვითონ ასე თქვა პროვოკაციულ ნაბიჯებს გადადგავდა, რომელზედაც თვითონ LGBT ორგანიზაციამ გამოაცხადა განცხადება, რომ ვინც შეიტანა ეს ასე თქვა დაკანონების პროექტი, ეს იყო თვითონ პროვოკაცია. ხო, ვიცი, ამას ასე უყურებს სხვაშორის უმცირესობებიც და იმათაც საჯაროდ. სასაკუთრებელია პროვოკაცია და არა ევროკავშირის და ევროპელების მოთხოვნა. ეს არის ტყუილი, ხო, ეს არის ტყუილი, არაფერს ამის მსგავს ჩვენ არ გვთხოვენ. და სხვაშორის მე რას გულისხმობ, ვიცი რომ პატრიარქმაც გააკეთა თვითონ, აი ყველა საინტერესო არის, თუ მართლა ამდენ ადამიანისთვის პატრიარქი არის ასეთი ავტორიტეტი, ხო 90 რას მას მაინც დაუჯერო, იმიტომ რომ პატრიარქმა ეს გააკეთა რამდენჯერმე, რომ არავით არის მოთხოვნა ევროკავშირის მხრიდან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების საქართველოს მიმართ არ არსებობს.